გამოცდილება დედამიწა Next experience Earth საპას მოგზაურობა ჰანოიდან საძილე ავტობუსით იწყება. მართალია 6 საათის გზა არის, თუმცა ავტობუსში ძილის საშუალებიდან გამომდინარე, ვერც კი შეამჩნევთ დრო ისე მალე ჩაივლის. ჩვენც გამოვიძინეთ და დავიწყეთ ჩრდილოეთ ვიეტნამში მოგზაურობა. სადაც დაახლოებით 2 დღეს გავატარებთ და ჩვენი პირველი დანიშნულების ადგილი არის პატარა ზოოპარკ ფერმა, სადაც აშკარად მხოლოდ ჩვენ და პატარები ვერთობით. ინდოჩინეთისა და ვიეტნამ-ჩინეთის სასაზღვრო ომის დროს ქალაქი ფაქტობრივად განადგურდა და მხოლოდ მე-20 საუკუნეში მოხდა მისი აღდგენა, ძირითადად ტურისტული დანიშნულებით, რაც ქალაქის ყველა კუთხეში შესამჩნევია. ჩვენ ახლა როგორ მომაზიჩენდა და ხელზე შევეხე, იღამ ხელში დამჭა. იპოვეთ სამი განსხვავება და მოიგეთ პრიზები. ცოტა მინდა დისტანცია მოგეს არ გამომეკიდოს არ მიკდინოს რა მოფრო სულ ცოტა მეშინია ცოტა კარგად მეშინია დიდიკა როგორი თბილი რბილი და ფაფუკია ავი აღიცა დღის დოზა არ აქვს ჭამის Საგოდან ხელჯობია და მოპატარებაში ერთილი კურკრები სოფტოს ხინაკი გავიქ. გახილეთ. ეს მზერა მეგონა. რა არის ეგა? ხლუხუნა დავარქვი, რო ჭამ ხლუხუნებს. ნო, პარკში ახალი ჯიჯის ხოვილი დამატებულა. არ გამჭყავდა, არ ვიცი აცილები. აუ, სუპერ ლამაზია ის. თქვენ რატომ მოგიწყენია? აწმყო თუ არ გიწყალო, ხოლმე შედია. იბრაშაზე. First, let me take a selfie. პარაცია, რა უხელა ყოფილა, რა უხელა წერიგა. დავეჯახოთ ბიჭო. დავეჯახოთ ვიცი. გავხედე. და პასუხს ხედავ. შემდეგი დანიშნულების ადგილი მოანას ქანდაკებაა, თუმცა ნამდვილად არ გვეგონა, რომ ამ ადგილის ერთადერთი დანიშნულება სოციალური მედიისთვის ფოტოების გადაღება იყო. ტერიტორიის მთელი ნაწილი სავსეა გაფორმებებით და ერთი ფოტოს გადაღება 10 წუთი რიგში დგომას ნიშნავს. ტურისტული რიგები ფოტოს გადაშაღებად. ისევე როგორც ხვევით. დავდგეთ ფოტოების გადაღების რიგში. ხელთან. ხელთან, ანინოსთან. ხელრიგში დავდგეთ. ჩემს ხორპრის სოციალური მედიისთვის. ეს და ისე ჩვენს ტურისტებს ვართ, ამიტომაც გჭირდება სამწუხარო ფოტოები ტურისტებს მოვატრიალებ. ეს მოანა. იდეაში მოანას სანახავად მოვედით და გვეგონა თავისუფალი უფასო სანახაობა. მაგრამ აღმოჩნდა რომ შემოსვლა ღირს 90,000 9 ლარი და შედის ყავა ან რომელიმე soft drink-ი. Fanta, Coca-Cola, ცივი ჩაი. კიდე მეორე იყო რომ 60,000 ღირს ბავშვებისთვის, ოღონდ მეტრა 20-დან მეტრა 50-მდე ბავშვებისთვის და ეს ცოტა უცნაური ფორმულირება. შევა ბავშვი ვარ და მეტრა 60. ჩვენი ბილეთის ფასში შეტანილი ყავას დავიწყეთ. ეხლა მივდივართ როლერ კოსტერ ატრაქციონებისკენ. ჩაქვის გზები. გვირაბიდან რო გამოხო. აღმართ მივდიოდი მენელა. 40 წუთიანი აღმართი. ამ თემის დანახვაზე მივხვდი რომ თები და ჰაიკინგი და ლაშქრობები და ასე შემდეგ მომენატრა. ატრაქციონზე დავიძლებთ ეხლა და ვნახოთ როგორი გამოცდილება იქნება. არ მგონი ძალიან ექსტრემალური ექსტრემანუნი იყოს. აბა ვნახოთ. სასიკვდილო ნომერი სტუდიაში. ჩვენი მძღოლი დღეს არის ნინი.
კითხეს იონა ფასტა და დიდი კი ნოტორმუზო და ჩვენ ვაი არ გადავყირავდით არა ხმერთ თუ დადა წავიდა ჩაჭირე ექსტრიმ მეტი აღარ არის ხედავს შევეჩუიეთ უკვე The fuck? ესტრესკი ტორმუზი? ორჯა კონცერტი. ნინი, რა მოგიწონა? ჩვენი გამოსვლა მომეწონა, ამით თქვა. ფოტოები და წერილები. მარტო ისეთი. სა დღესაც გაზრდები. დღეს რო ყოფილიყავი შეიძლება უფრო ძერს კი ხედავი დაგოჭირა, მაგრამ კარგი იყო დუმაი ახლა დაკერა ვაი ფინიშის გავართ მე ბოწი People, right? ჯერ ძალიან არ დაღამებულა 6 საათი უბრალოდ დაბნელდა ეხლა ჩაო ჰაიკდებით ქვევით კიდევ 1:40-50 წუთის გზაზე მაგრამ უკვე დაღმართებზე ვართ ამიტომ მარტივია საათნახევრიანი ბეკ ჰაიკინგის მე Kawan, Josh. დედაქალაქისგან განსხვავებით, საპაში ბევრგან გვხვდება გარედახლები, სადაც ტრადიციული ვიეტნამური ხელნაკეთი ნივთების შეძენაა შესაძლებელი. სამწუხაროდ ასევე ოჯახებით იმ გაჭირვების სურათს, რომელსაც ჰანოის ქაოსის თანთქავს და ნაკლებად არის შესამჩნევი. დღის ვახშმით დასრულებამდე გადავწყვეტეთ სასტუმროსთვის მიგვეკნო ჩანთები დაგვეტოვებინა და ცოტა ამოგვესუდგა. გემება იმდენი აღმართი არ გქონდა და კიბეები და დღეს ნინი არის ჩვენი სასტუმროს ბელადი და წინამძღოლი. ნახოთ როგორი სასტუმრო შეგხვდება, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი სასტუმრო გვაქვს გამოცვლილი ვიეტნამში, ბევრი რა 4 ხო ბევრია უკვე. 4 რატო? რას ყურებ ახლა? მიდი, ნინა შეგიძლია. You can do it. I'm tired. Yakori note cafe. Հանուշ არის უზარმაზარი 4 სართულიანი note cafe. სადაც ყველა მიუსრული ტოვებს თავის კეთილ სურვილებს. უბრალოდ note-ებს რაც გავხარდებათ. მე არ შევსვლა, იმიტომ რომ პროსტა ფოტოების გადაცემა მინდოდა შესვლა და გინათო რაღაცა უნდა იყიდო. მე გინათო რაღაც არ ვიყიდი. მაშინ და ვერ შემოხვალ. კი არც მინდა. მივით. ნინა, სასწაულს. ოთახს blanket heater-იც აქვს. დაჟე. პანორამული აივანი, მეკობრებო, no joke room. ნამდვილად აბაზანის ნახოთ როგორია უცებ. Not bad. ოთახი უკეთესია ვიდრე მცირე შესვენების შემდეგ მთელი დღის დამშეულები გავეშურეთ საკვების მოსაპოვებლად. ვიტყოდეთ როგორი აღმართებია. ეს არის საუკეთესო ტკბილეული ერთ-ერთი რაც მიჭამია. ესეთი შემთხვევაში არაქისისნაირი გემო. ცენტრში არსებული უამრავი არჩევანიდან კორეულ ბარბეკიუზე შევჩერდით. მეგობრებო, ჩვენი პირველი დღე საიტის მერე პროტეინის ავზე ვახშამით დავიმსახურეთ და ეხლა გაჩვენებთ მენიუს. რა საინტერესო რაღაცებია. ვიღებ პირველ რიგში ბარბეკიუს სეტს და 2 საათის განმავლობაში შეგვიძლია შევუყვეთ ულიმით რაოდენობის ხორცეულობა. მოიცა, გაგრძელება არა გამოსან, ეს არის მთავარი პოინტი და ულიმით რაოდენობის ხორცეულობას უკეთებთ 2 საათის განმავლობაში. არის ქათმის ხორცი, თევზეულობა, საქონლის ხორცი, ორის ხორცი, სტეიკი, ყველაფერი რაც შედის ფასში.
ეხლა გაჩვენებთ მთავარი რაც არის ღია ბუფე. საიდანაც ასევე ულიმითი რაოდენობით საკვები შედის ამ თანხაში. ეხლა გაჩვენებთ რა შედის ბუფეში. ღია ბუფეტი მოიცავდა როგორც ცეცხლზე მოსამზადებელ, ასევე მზა კერძებს, ხილს, ბოსტნეულს, უამრავ სოუსს და დესერტსაც კი. რასაც ვხედავთ უმეტესობის არც გემოვიცოდით, არც სახელი, მაგრამ რაღაც კომბინაციის შეკრა მაინც მოვახერხეთ. ხო, მივდივართ კიდეში 8 საათიან ჰაიკინგზე. ისე არ ვქნათ ეხლა რომ ვეღარ უმოძრაობდეთ. ეგეთი პირი უშავს რაოს. ამდენ საჭმელს რო გვიდებული, იმიტომ რა გონია. სოუსები, სალათი, რაღაცების მიქსი, მისოს წვიანი, ქორცი, თევზი, მინისტენიას არჩეული, ეძები და here we go. Sweet trains, ლაუცა. როგორი სუპერაგაიშა დაიხარავს. Пурмали, грузинский пурмали. სისხლიანი ხორცია. ოია. დღევანდელი დღე ფინიტო მეგობრებო. See you tomorrow. მეორე დღეს საფაში დეჯი საუზმე კაკაო შოკოლადე ой თავი მარტო ზიანია ამგვარი სადღაცა იქით თაზე მივდივართ ახლა იზრა მომწონს ყველაზე მეტად რომ 8 საათია დილის მიუხედავად იმისა, რომ სუსხი და სიცივე, ყველა უკვე მოფხიზლებულია, ყველა თავის საქმეს აკეთებს. დილით ნაღვარჯიშები და მთელი ამდენი. ენერგიულად იწყებენ დილას. აუდექით გზას ბუდასკენ. საბაგიროს და რაღაცები დასვლა, ორი საბაგიროს გამოსვლა გვიწევდა ჯამში. ჯდებოდა მილიონი დონკი. დაახლოებით $40-50. ფეხით არის 3 საათი ნახევრის გზა. რატომაც არა? 40 წუთიანი შეარულის მერე გავხსენდა რომ ცოტა დაესერჩა რა ხდებოდა ფეხით რა გზა გვაქვს გასავლელი და აღმოჩნდა რომ ბუდასკენ და კერმამდე ვერანაირად ფეხით ვერ ავდივართ. არ არის მისადგომი არანაირად და ერთადერთი გზა არის საბაგირო. ამიტომ we go back. სადაც კი ოდესმე რაიმე სანახაობისთვის მივსულ ვარ და რიგები დამხვდრია, ყოველთვის უკან მოვბრუნებულ ვარ, მაგრამ ეს სიტუაცია არ არის და მგონია სამყარომ ერთნაირად ამინაზღაურა, რაც კი ოდესმე თავი ამირიდებია რიგებისთვის. ერთი პლუსი ის არის, რომ მატარებელი ყოველ 10 წუთში ერთხელ გადის და 200 ადგილიანია. ზუსტად 47 წუთის მერე მოვედით მატარებლამდე. მოვხვდებით ამ 200 ადამიანში 200 ღბლიანში. წესით. აღარ დავუშვით გარეთ. გედების პირსახონცები თუ თვითონ გედები ვერა, მაგრამ ქანდაკება გედები ცირა აქ ამხელა თებზე უცებ სამსაჯ ფეხის ამოსვლა ფეხით ამოსვლას როგორ გეგმავდი არ ვიცი Thầy chọn những lời chúc tốt đẹp nhất được làm từ trứng gà luộc nhuộm đỏ. Quả trứng với biểu tượng cho đời viên mãn, đại diện cho sự sinh sôi nảy nở. Offering our valued guests an opportunity tỉ mỉ và tốn nhiều công sức.
Lễ hội đặc biệt trong cộng đồng dân tộc. და თუ ისევ უსასრულო ტურისტულ რიგებში არ დავდექით, რა მამული. მართალია საბაგირო გრძელი აღმოჩნდა, მაგრამ ულამაზესი ხედები იშლებოდა ბრინჯის ველებზე, რაც გზას მეტად უფრო სასიამოვნოს ხდიდა. საბაგიროს შემდეგ სულ რაღაც 600 ნაბიჯიანი კიბეებია ასასვლელი ბუდეს ქანდაკებამდე მისაღწევად. საპაში ფანსიპანის მთაზე არსებული ბუდეს ქანდაკება არის ინდოჩინეთში ყველაზე დიდი სიმაღლეზე, ზღვის დონიდან 364 მეტრზე აგებული ქანდაკება, რომელიც 2015 წელს რელიგიური ტურიზმის განვითარებისთვის აღმართეს. მწვერვალიდან, ღრუბლებიდან იმდენად თვალწარმტაცი სანახაობა იშლება, რომ ყველა რიგში დგომა და დაბრკოლებების გამოვლა ამისთვის ხირდა. რასაც ვერც უკანა გზაზე გვერდი ვერ ავუარეთ სამწუხაროდ. 5 ნახევარამდე მოვიყვანეთ. ამის იქით 11-მდე გასაყვანია. დრო 11 წელი ჩვენი გადის ჩვენი ავტობუსი. როგორ ძალიან დიდ დრო დაგჭირდებოდა დღეს ყველა იმ პუნქტის მონახულებაში, რაც ქონდა მონიშნული, ამიტომაც ავიღეთ ყველაზე გვიან ავტობუსი. ია. ძალიან მაგარია, რომ ვიეტნამში სტაინში კებსაც მართლა ნორსფეისი და კოლუმბია და რაღაც ეგეთებია ცვლილს. იმიტომ არის. რატო არა? დაუგნათ ჩვენ გაჭირებულებმა სიტუაციაში და აბლიცები, თბილი ძაბლი. ელი ძაბლი. დაგვრჩა 3 საათი ავტობუსის ჩამოდგომამდე. ჩანთია დორმოსას მიუღებული. ჩანთა 47 კაჩანი. არა. ჩავდეთ და დღეს რაღაც VIP-და ვგზავრობთ თავისი ეკრანებით. X5. აი აქარშენ. აი ესე გვერდი მოვხვდით ყველანი. აბა. ახონდეს მეგობრებო, ჩვენი საპას მეგზავრობა დასრულებულია. რა თქმა უნდა, არ დავიწყეთ ჩემი არხის გამოწერა. ნახოთ უფრო და უფრო მეტი საინტერესო ვიდეოები ჩავდარდათ. საუკეთესო კონტენტი მეგობრებო. სანამ ბონუს აღმშვიდობებით პატარა ექსკლუზივი ჩემ YouTube მაყურებელს. მოკლედ გადაწყვეტე, რომ კულტურის უკეთ გასაცნობად, ადგილობრივების უკეთ გასაცნობად ყველაზე კარგი გზა იქნებოდა, რომ ჩართულიყავი სამოხალისო პროგრამებში. რაც იწყება შემდეგ პარასკევიდან. შემდეგ პარასკევს უკვე წავალ ჰანოიდან. იქ ერთ-ერთი ყურე არის, უბრალოდ კუნძული ყურე. მაგ იქნება ჩემი პირველი სამოხალისო გამოცდილება ცხოვრებაში. მიდი მომავალ პარასკევამდე ნახავთ ეს ვიდეო. ჩემი შვილი ხალხი არ არის.